ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. საღამომშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ამ დროს რადიო იმედის ეთერშია სპორტული პანორამა, საუბრები სპორტზე და არა მარტო სპორტზე. მე ამ გადაცემის სამყარო კახა გელაშვილი ვარ, ტრადიციულად ვისაუბრებთ უახლოესი 7 დღის, ანუ დღეიდან 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით სპორტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გავიხსენებთ სპორტში მოღვაწე იუბილარ პიროვნებებს და რა თქმა უნდა მოგითხრობთ საინტერესო ისტორიებს. მაშასე დავიწყოთ თბილისის დინამო სტადიონით. რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა დინამო სტადიონი, ეს იყო 1976 წლის 29 სექტემბერს. პროექტის ავტორები არჩილ და გია ქურდიანები არიან. დინამო სტადიონის თავდაპირველი მოცულობის არქიტექტურული სახე, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულად ჩამოყალიბებული კომპოზიციების არქიტექტურული ფორმების შექმნის პრინციპებისა და შემოქმედებითი გარდაქმნის ახლებური მიდგომის ძიების ნიმუში იყო. იგი 1932-35 წლებში დაპროექტდა და აშენდა არჩილ ქურდიანის მიერ. თავდაპირველად სტადიონი 23,000 მაყურებელს იტევდა. საქართველოში პირველი სპორტული ნაგებობა თავისი მასშტაბით, არქიტექტურული ღირსებით, საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. 1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობით მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია და დამატებული იქნა ლითონის კონსტრუქციები, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობის 36,000-მდე გაზრდილიყო. მაყურებელთა რაოდენობა გავიდა წლები, დინამო სტადიონი თავისი ტევადობით ვეღარ აკმაყოფილებდა მრავალ ათასიან გულშემატკივარს. აუცილებელი გახდა ან ახალი სტადიონის აშენება, ან არსებულის რეკონსტრუქცია, გაფართოება. 60-70-იან წლებში დაიწყო სწორედ დინამო სტადიონის რეკონსტრუქცია გაფართოების პროექტზე მუშაობა. პროექტზე არჩილ ქურდიანთან ერთად პროექტის მთავარ არქიტექტურად და ავტორად ბატონი არჩილის ვაჟი გია ქურდიანი მუშაობდა. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი ინჟინერ კონსტრუქტორის შალვა გაზაშვილის პროექტით განხორციელდა. ავტორებმა ამჯერადაც დიდ გამარჯვებას მიაღწიეს და უმოკლეს დროში, როგორც უკვე აღნიშნეთ, 1976 წელს სექტემბრის ბოლოს ფეხბურთისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის კომპლექსი ცენტრალური ეროვნული სტადიონი გაიხსნა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. პროექტის მიხედვით რეკონსტრუირებულ ნაგებობაში მაყურებელთა რაოდენობა 75,000-მდე გაიზარდა. და ბოლოს 2006 წლის აპრილში კვლავ იქნა მიღებული ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციისა და UEFA-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გადაწყვეტილება. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მართლაც რეკორდულ ვადებში დასრულდა. ხვალ იუბილარია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი 80-90-იანი წლების თბილისის დინამოს შესანიშნავი მცველი, ხვალ 59 წლის ხდება. თბილისის დინამოს გარდა კეტაშვილი საკლუბო დონეზე ქუთაისის ტორპედოს, ლანჩხუთის გურიას და ასევე თბილისის თეთრი არწივის ღირსებას იცავდა. იყო საბჭოთა კავშირის მთავარი და ასევე ოლიმპიური ნაკრები გუნდების წევრი. საკავშირო ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა, ოლიმპიურში 11 მატჩი. სწორედ ოლიმპიურ ნაკრებს უკავშირდება მისი საერთაშორისო აღიარება. მთელი კარიერის მანძილზე კეტაშვილი ცნობილი იყო როგორც უაღრესად მებრძოლი და უშიშარი მცველი, არ ერიდებოდა ხის ტორტაბრძოლებს და ხშირ შემთხვევაში ტრავმის ზღვარზეც უწევდა თამაში. მას არაერთი უმძიმესი ტრავმა აქვს მიღებული. 1988 წლის 1 ოქტომბერს გელა კეტაშვილი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. ფინალში საბჭოთა ნაკრებმა ბრაზილიის ძლიერ გუნდს სლია დამატებით დროში 2-1. კეტაშვილი ფინალში ბრაზილიელთა ლიდერ რომარიოს მეურვეობდა და ძალზედ ღირსეულადაც. კეტაშვილი არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ასევე ღირსების ორდენის კავალერი. ამ დღეებში კერძოდ კი 2 ოქტომბერს კიდევ ერთი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის იუბილეა. 59 წლის ხდება 2 ოქტომბერს რევას ჩელებაძე თბილისის დინამოს, ასევე ლანჩხუთის გურიას და ბათუმის დინამოს ფორვარდი. მას საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული 7 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში, 3 გოლი გატანილი.
არის მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. გულშემატკივარს კარგად ახსოვს ჩელებაძის მიერ პენალტის უიშვიათესი, უფრო მეტის ვირტუოზული შესრულება ვლოცავთ ბატონ რეზოს, ასევე ბატონ გელას აწინასარ იუბილეს დღეს კი გიორგი დემეტრაძეა იუბილარი საქართველოს ნაკრების თბილისის დინამოს, ასევე კიევის დინამოს, როტერდამის ფეიენორდის, რეალ სოსიედადის, მოსკოვის ლოკომოტივის, დონეცკის მეტალურგის, თელ-ავივის მაკაბის და ვლადიკავკაძის ალანის, ასევე კიევის არსენალის ყოფილი ფორვარდი. დემეტრაძე 1999 წელს რუსეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო მომდევნო წელს 2000 წელს უკრაინის ჩემპიონობა მოიგო. საქართველოს ნაკრებში 56 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია. 28 სექტემბერი 1977 წელი ამ დღეს თბილისში დინამოს სტადიონზე გაიმართა მატჩი, რომელიც ისტორიაშია, ქართული ფეხბურთის, საკლუბო ფეხბურთის ისტორიაშია შესული. თბილისის დინამომ უეფა-ს თასის გათამაშების 32 ფინალის საპასუხო მატჩი დინამოს სტადიონზე მილანის ინტერს რომ ასპინძლა. მატჩი უგოლოდ 0-0 დასრულდა. პირველი შეხვედრა სან-სიროზე. კიდევ უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავი მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დინამოს 1-0 ჰქონდა მოგებული დავით ყიფიანის გოლის წყალობით. შესაბამისად მომდევნო ეტაპზე სწორედ დინამო გავიდა თბილისში ჩატარებულ შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 75,000 მაყურებელი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი 90,000-მდე. დღეს იტალიური საფეხბურთო სამყარო ლეგენდარული მწვრთნელის ენცო ბეარზოტის იუბილეს აღნიშნავს. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის დამრიგებელს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. 1982 წელს მისი თაოსნობით სკუადრა აძურა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, არადა ესპანური მუნდიალის დაწყებამდე და მის საწყის დღეებშიც ბეარზოტი იტალიური პრესის მხრიდან არნახულს ეწოლა სკანისტი და რის გამოც მან გარკვეული პერიოდი ჟურნალისტებთან ურთიერთობას კი შეწყვიტა, მწვრთნელს გუნდის სათამაშო ტაქტიკას და ასევე წამყვანი ფეხბურთელების სათამაშო ფორმას უწუნებდნენ, როგორც ცნობილია იტალიამ დიდის გაჭირვებით გადალახა მუნდიალის ჯგუფური ეტაპი, რის შემდეგაც ბეარზოტის შეგირდებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ციხიდან გამოსულმა პაოლო როსიმ და მისმა თანაგუნდელებმა თანამიმდევრობით დაამარცხეს ბრაზილიის, არგენტინის, უпроსტად არგენტინის, შემდეგ ბრაზილიის, ნახევარფინალში პოლონეთის და შემდეგ ფინალში ფედერაციული გერმანიის ნაკრები გუნდები. პაოლო როსი 6 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იგი აღიარეს როგორც ცნობილია ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც. ბეარზოტი იტალიელთა ეროვნულ გუნდს 1978 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზეც ხელმძღვანელობდა. 1978 წელს არგენტინაში იტალია ნახევარფინალში გავიდა, შემდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი ბრაზილიასთან წააგო. 86-ში კი მოქმედი ჩემპიონის რანგში გუნდი მერვედფინალურ პლეი-ოფში საფრანგეთთან დამარცხდა. სწორედ მექსიკის მუნდიალის შემდეგ ენცო ბეარზოტმა დატოვა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, ანუ იტალიის მუნდიალის ბოლომდე აკავშირებდა. ენცო ბეარზოტი 2010 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა. ახლა ჩვენს ეთერში მცირე სარეკლამო პაუზის დროა, სპორტული პანორამა დაახლოებით 3 წუთში დაბრუნდება. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. სპორტული პანორამა ბრუნდება პირდაპირ ეთერში, ვაგზელებთ გადაცემას. ზუსტად 45 წლის წინ 1969 წლის 26 სექტემბერს სამხრეთ ამერიკის მთიან მასივში, ანდებში ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორცზე ბოლივიის იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი სტრონგესტის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ასევე კლუბის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 16 მოთამაშე და კლუბის დირექტორატის 3 წევრი. სტრონგესტი ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში, სანტა-კრუს-დე-ლა სიერადან ბრუნდებოდა, სადაც ამ ქალაქის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა. ამხანაგურ მატჩში მიიღო გუნდმა მონაწილეობა. ეს იყო მეხუთე ავიაკატასტროფა ფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიო მასშტაბით, რომელმაც ფეხბურთელების სიცოცხლე შეიწირა. 1956 წელი 27 სექტემბერი ამ დღეს ჩემპიონთა თასის პირველი მატჩი ჩატარდა ინგლისში. მანჩესტერ იუნაიტედმა პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ოლდ ტრაფორდზე ბრიუსელის ანდერლეხტს 10-0 ზლია. პირველ ასპარეზობაშიც მანჩესტერმა იმარჯვა ბრიუსელში 2-0. ანუ ორი მატჩის ჯამში 12-0. მანჩესტერი იმ გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც
მომავალ გამარჯვებულ იმ ეპოქის მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ჰეგემონ მადრიდის რეალთან წააგო პირველი ნახევარფინალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე რეალმა 3-1 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე 2-2 დასრულდა. მანჩესტერს იმ ფორმაციის მანჩესტერს მეტ ბასპი წვრთნიდა, ეს ის გუნდი გახლავთ, რომელიც ამ მატჩიდან 2 წლის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მოხვა უпроსტურად, რომლის შემადგენლობის 7 ფეხბურთელი დაიღუპა ადგილზე, ხოლო ერთი დანკან ედვარდსი ტრაგედიიდან 15 დღის შემდეგ 1 ოქტომბერს რამდენიმე დღეში Manchester United-ის გულშემატკივარი და ზოგადად მთელი ინგლისური საფეხბურთო სამყარო დანკან ედვარდსის იუბილეს აღნიშნავს. მეტ ბასპის დროინდელი ლეგენდარული Manchester United-ის პირველი ფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ედვარდსი 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენში მომხდარი საავიაციო კატასტროფის შედეგად, როგორც უკვე აღნიშნეთ, მანჩესტერის 7 ფეხბურთელი დაიღუპა, განუმეორებელი გუნდი. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელი გახლდათ, ყველა მათგანი უშუალოდ Manchester United-ის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო. ტრაგედია მიუნხენში დატრიალდა ფეხბურთელების საწმნელი შტაბის წევრები, ასევე ჟურნალისტები და სხვა მგზავრები ბელგრადიდან მანჩესტერში ბრუნდებოდნენ. ბელგრადში United-მა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ჩაატარა იქაურ ცრუენას ვერზასთან 3-3 დასრულდა ეს შეხვედრა. პირველი მატჩი ბასპის გუნდს ოლდ ტრაფორდზე 2-1 ჰქონდა მოგებული, საბამისად გუნდი ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება დანკან ედვარდს, იგი მანჩესტერელთა იმ შემადგენლობის ყველაზე ნიჭიერ და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად ითვლებოდა. იგი 21 წლის იყო. დანკან ედვარდსი გახლავთ ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის პირველი წევრი. 1946 წლის 28 სექტემბერი ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა მცველ ბილი რაიტს, სანაკრებო დებიუტიდან 13 წლის შემდეგ იგი გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა. სულ კი ბილი რაიტმა ინგლისის ეროვნულ გუნდში 105 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 70 მატჩი ზედიზედ. 13 წელი იგი ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, მან ისევე როგორც მოგვიანებით კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბობი მურმა 90 მატჩში უკაპიტნა ეროვნულ ნაკრებს, რაც დღემდე განუმეორებელ მიღწევად ითვლება არა მარტო ინგლისში, საერთოდ მსოფლიოში. რაიტი მიჩნეულია ერთ-ერთი უძველესი ინგლისური საფეხბურთო კლუბის ვულვერჰემპტონის ლეგენდად. რაიტმა მთელი კარიერა სწორედ ამ კლუბში ჩაატარა, 20 წლის მანძილზე იცავდა იგი ვულვსის ღირსებას. 28 სექტემბერი 1972 წელი ამ დღეს დასრულდა პირველი სუპერსერია საბჭოთა კავშირისა და კანადის ჰოკეისთა ნაკრებ გუნდებს შორის მოსკოვში ჩატარებულ უკანასკნელ მერვე შეხვედრაში 28 სექტემბერს. კანადელმა პოლ ჰენდერსონმა საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე გადამწყვეტი შაიბა გაიტანა ვლადისლავ ტრეტიაკის კარში. კანადამ ის მატჩი 6-5 მოიგო, არადა მატჩის დასკვნითი მესამე პერიოდის წინ მასმეძლები 5-3 იგებდნენ. მესამე პერიოდში კანადელებმა 3 უპასუხო შაიბა გაუტანეს საბჭოელებს. ამ წარმატების წყალობით კანადამ სერიის მოგება მოახერხა, მათ 4 შეხვედრაში იმარჯვეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, 3-ში კი საბჭოთა ნაკრებმა მიაღწია წარმატებას. განუმეორებელი სერია, მართლაც სუპერ სერია NHL-ის პროფესიონალებსა და მოყვარულ სპორტსმენთა სტატუსით მოასპარეზე საბჭოთა ჰოკეისტებს შორის. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში ცნება პროფესიონალი სპორტსმენი უბრალოდ არ არსებობდა, რამე თუ სპორტსმენობა პროფესიად არ მიიჩნეოდა, ამიტომ სპორტსმენების დიდი უმრავლესობა სპორტული არენის მიღმა ფორმალურად ამა თუ იმ სპეციალობას ეუფლებოდა. დიდი უმრავლესობა მაინც. სერიის პირველი 4 მატჩი კანადაში გაიმართა, რომელთაგან გამორჩეული პირველი შეხვედრა გახლავთ, როდესაც მატჩის დებიუტში ფილ ესპოზიტოს და ხსენებული პოლ ჰენდერსონის გოლებით კანადამ უკვე მე-7 წუთზე 2-0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა შეხვედრა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 7-3 მოიგო. ეს იყო ნამდვილი ფურორი, რომლის შესახებაც დღესაც ვერსაუბრობენ ჰოკეის ექსპერტები და ანალიტიკოსები. სწორედ იმ მატჩში გაიბრწყინა ლეგენდარულმა ვალერი ხარლამოვმა, რომლის და არის შემსრულებლები იმ პერიოდში თითზე ჩამოსაცვლელი იყო მსოფლიოში. 1887 წელი 29 სექტემბერი ჩრდილოეთ გერმანულ ქალაქ ჰამბურგში დაფუძნდა გერმანიის უძველესი გუნდი გერმანია, რომელიც ორი კლუბის ჰოფენჰაიდერისა და ვანცბეკ მარენტალერის გაერთიანების შედეგად სპორტკლუბ გერმანიას ჩამოყალიბდა. სწორედ გერმანია ეწოდებოდა თავდაპირველად დღევანდელ ჰამბურგერ სპორტფერაინს, ასე რომ ეს დღე 29 სექტემბერიანო ჰამბურგის დაარსების დღედ ითვლება.
ოდნავ მოგვიანებით კონკრეტულად კი 1919 წელს კლუბი ჰამბურგის სახელით ასპარეზობს, ჰამბურგი დაერქვა. ჰამბურგი ერთადერთი გუნდი გახლავთ, რომელმაც 1963 წელს დაფუძნებული ბუნდესლიგის აბსოლუტურად ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. გუნდმა 1993 წელს ჩემპიონთა თასიც მოიგო. ეს გახლავთ ამ გუნდის ჰამბურგის საკლუბო ისტორიაში ზენიტი შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი მიღწევა. ფინალში მაშინ ჰამბურგმა ფელიქს მაგათის გოლით ტურინის იუვენტუსს ლია 1-0, ხოლო 1977 წელს მანამდე გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიგო. გუნდი გერმანიის 6 გზის ჩემპიონი და თასის 3 გზის მფლობელია. ჰამბურგმა ორჯერ ითამაშა თბილისში, ეს ფეხბურთის ყველა ქართველ გულშემატკივარს მოეხსენება კარგად. 1979 წლის 7 ნოემბერს ჩემპიონთა თასის მერვე ფინალში საპასუხო შეხვედრაში გერმანელებმა კევინ კიგანის თაოსნობით თბილისის დინამოს 3-2 ზლიეს, ხოლო 1983 წლის მარტში ასევე ჩემპიონთა თასის მეოთხედ ფინალში კიევის დინამოს 3-0 მოუგო. სწორედ იმ წელს მოიგო ჰამბურგმა ჩემპიონთა თასი. 29 სექტემბერს 79 წლის ხდება სილვიო ბერლუსკონი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მულტიმილიონერი, ტელემაგნატი, საფეხბურთო კლუბ მილანის მფლობელი და საერთოდ ეპოქალური პიროვნება შეიძლება ითქვას. სამჯერ ეკავა მას იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით ბერლუსკონი მხოლოდ ბენიტო მუსოლინის და ჯოვანი ჯოლიტის ჩამორჩება. ბერლუსკონის აღზევების ხანა 60-იანი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ქვეყნის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო სფეროში სცადა ძალები. 1968 წელს მან დააარსა კომპანია სახელწოდებით ედილ ნორდი. ამ კომპანიის მეშვეობით ახალგაზრდა ბიზნესმენმა მილანის ჩრდილოეთით 4000 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია, სადაც საცხოვრებელი მასივი უნდა აშენებულიყო, ბერლუსკონიმ რეკორდულად იაფად შეიძინა. იაფასად ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობდა აეროპორტ ლინატეს დასაფრენის ზოლი, ხოლო თვითმფრინავების ხმა 100 დეციბელს აღემატებოდა, რაც ბინების გაყიდვას ბუნებრივია, ძალზე დაფერხებდა. თუმცა ბერლუსკონიმ მაღალი დონის სანაცნობო წრის დახმარებით და ასევე დღემდე უცნობი გზების წყალობით აეროპორტის მესვეურთ სახელმწიფო დონეზე, რა თქმა უნდა, გადაწყდა ეს ყველაფერი. შეაცვლევინა აეროპორტამდე მისასვლელი საჰაერო გზები, რამაც ხელი შეუწყო საცხოვრებელი მასივის უპრობლემოდ რეალიზაციას. უძრავი ქონების ბიზნესით სილვიო ბერლუსკონი 20 წელი იყო დაკავებული, რის შემდეგაც აბსოლუტურად ახალი, იმ დროისთვის ყველაზე მომგებიანი და პერსპექტიული საქმიანობით დაინტერესდა. მისი ახალი გატაცება ტელეკომუნიკაციები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები გახდა. 70-იანი წლების ბოლომდე იტალიის კანონმდებლობა კრძალავდა ამ სფეროში კომერციულ საქმიანობას და როგორც კი ეს აკრძალვა გაუქმდა, ბერლუსკონიმ ერთ-ერთმა პირველმა წარმატებით დაიწყო ტელebiznesის ათვისება. შეიძინა რამდენიმე ტელეარხი ამ სფეროში მას მის ყველაზე მოხერხებულ და რაც თავარია ძალზე მომგებიან ხრიკად კინოფილმების უდიდესი არქივის შექმნას მიიჩნევენ, სადაც მან წარმატებული მარკეტინგული სვლები გააკეთა. კერძოდ სხვადასხვა ტელეარხებს იგი იმ პირობით აძლევდა მის მფლობელობაში არსებული ფილმების ჩვენებას, თუ ეს არხები მისი კომპანიების სარეკლამო რგოლებს გაუშვებდნენ ეთერში. ეს ნაბიჯი არნახულად მომგებიანი გამოდგა. ბერლუსკონი გახდა დინამიურად განვითარებადი სატელევიზიო ბაზრის თითქმის ერთპიროვნული ლიდერი იტალიაში და ასევე იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ყოველივე ამის შემდეგ სამშენებლო და მედია ბიზნესში უაღრესად წარმატებული ადამიანი პოლიტიკით დაინტერესდა და როგორც ცნობილია, ეს დაინტერესება იტალიის პრემიერ-მინისტრობით დასრულდა. ბერლუსკონის პოლიტიკური საქმიანობა და ასევე მისი ცხოვრების თანამშრომლები, სკანდალები, ცნობილი სკანდალები, რამაც იგი ძალიან ბევრისთვის ერთობ ოდიოზურ პიროვნებად აქცია, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე მივიდეთ ძალიან საინტერესო ეპიზოდს შევეხო ბერლუსკონის მოღვაწეობის ადრეული პერიოდიდან, ბიოგრაფიიდან. ცნობილი ფაქტია, რომ 70-იანი წლების მიწურულს, როდესაც ბერლუსკონიმ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია ბიზნესში და ყველა ძალიან წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მისით საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვა დაინტერესდა და ერთ-ერთ მაღალი დონის მიღებაზე იგი გაიცნო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საბჭოთა სპეცსამსახურების უცნობილესმა რეზიდენტმა გევორგ ვართანიანმა, რომელიც იტალიაში ლეგალურად ეწეოდა სპარსული ხალიჩებით ვაჭრობას, სხვათა შორის სწორედ ამ პიროვნებამ, ანუ
გეორგ ვართანიანმა საბჭოთა კგბ-ს ყველა დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა აგენტმა 1953 წელს, როდესაც ის 19 წლის იყო, თავის ჯგუფთან ერთად, ასევე ძალიან ახალგაზრდა პიროვნებებთან ერთად ჩაატარა ოპერაცია, რომელიც დღემდე სადაზვერო სამსახურების სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ქრესტომათიაშია შეტანილი. ვართანიანმა და მისმა რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა ჩაშალა ჰიტლერული სპეცაგენტურის მიერ დაგეგმილი თავდასხმა დიდ სამეულზე, საუბარი 1953 წლის თეირანის კონფერენციაზე. ფაშისტების მხრიდან ოპერაციას, ტერორისტულ ოპერაციას სახელწოდებით გრძელი ნახტომი, ერნსტ კალტენბრუნერი ხელმძღვანელობდა, ხოლო უშუალოდ მისიის ხელმძღვანელობა დაგეგმვა და სისულეში მოყვანა ნაცისტთა ნომერ 1 დივერსანტ ოტო სკორცენს დაევალა, ცოტა გადავუხვიე აშკარად თემას, ეს სხვა თემა აბსოლუტურად, რომელიც ჩვენს გადაცემას არ მიესადაგება, მოკლედ გეტყვით მხოლოდ რომ ამ ოპერაციის კონტროპერაციას ხსენებული გეორგ ვართანიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც საბოლოოდ თავის ჯგუფთან ერთად ჩაშალა თავდასხმა სტალინზე, რუზველტსა და ჩერჩილზე. მოკლედ ესეთი ძლიერი, ასე ვთქვათ, აგენტი იყო ეს პიროვნება და ვართანიანმა ძალიან ბევრ წყაროშია ამის შესახებ ნახსენები, რომ ვართანიან საბჭოთა დაზვერვამ დაავალა სილვიო ბერლუსკონის გაცნობა და მასთან დაახლოება, რა იყო შემდეგ, რა მოხდა და როგორ ეს, რა თქმა უნდა, არავინ იცის გარკვეული ადამიანების გარდა, თუმცა ცნობილია ასევე, რომ ძალიან ბევრ წყაროშია ამის შესახებ დაწერილი, რომ ადამიანების გადაბირება ვართანიანისთვის ყველაზე იოლი და ადვილად შესასრულებელი დავალება იყო. მოკლედ დავუბრუნდეთ იუბილარ სილვიო ბერლუსკონის და მოკლედ მის საფეხბურთო გატაცებაზეც მოგახსენებთ 1986 წლის 20 თებერვალი ეს თარიღი მილანის საფეხბურთო კლუბ მილანის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს თარიღადაა შესული 28 წლის წინ პოპულარული და ტიტულოვანი კლუბი ქვეყნის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა. ბერლუსკონი მილანის 21 პრეზიდენტი გახდა. იმ წლებში მილანი არნახულ კრიზისს განიცდიდა 80-იანების დასაწყისში გუნდი ორჯერ დაქვეითდა სერია B-ში, კარიერა დაასრულა არაერთმა ვეტერანმა ვარსკვლავმა, მათ შორის ჯანი რივერამ, გარდა ამისა საუბრობდნენ კლუბის შიგნით არსებულ არაჯანსაღ სიტუაციაზე. მისვლის დღიდან ბერლუსკონი მდგომარეობის გამოსწორება და ახალი გუნდის შენება დაიწყო, დასახული ურთულესი მიზნების და ამოცანების შესრულება მან ძალზედ მოკლე დროში შეძლო. მილანში მის მისვლას არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი უკავშირდება 86-88 წლებში. კლუბმა შეიძინა დარიო ბონეტი, რობერტო დონადონი, ჯუზეპე გალდერიზი, დანიელე მასარო, ჯოვანი გალი. მთავარმწვრთნელად პროვინციული პარმას დამრიგებელი არიგო საკი მოიყვანეს გუნდში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სერია C-ში მოასპარეზე პარმას ევროპულ გრანდად ჩამოყალიბებაში. მართალია პარმას ყველაზე ხმამაღალი წარმატებები, როგორც ვიცით, ნევიო სკალაზე მოდის, თუმცა გუნდის მშენებლობა სწორედ საკიმ დაიწყო. საინტერესო და ცნობილი ფაქტი, 1986 წლის დასაწყისში პარმა ორჯერ შეხვდა მილანს, ერთხელ არაოფიციალურ ამხანაგურ მატჩში, მეორედ კი იტალიის თასზე, მეორედ ფინალში და ორივე შეხვედრა პარმეზანელთა გამარჯვებით დასრულდა. პარმას ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 21 წელი გახლდათ, ორივე იმ თამაშს ესწრებოდა ბერლუსკონი, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იმ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართ იჩენდა, რომლებიც უშუალოდ მილანის წინააღმდეგ თამაშობდნენ მაღალ დონეზე. საკის მისვლის შემდეგ გუნდი ჰოლანდიური ვარსკვლავური ტრიოთი გაძლიერდა, 87-ში ვან ბასტენი და გულიტი გადავიდნენ, მომდევნო სეზონში თანამემამულეებს ფრანკ რაიკარდი შეუერთდა. ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურდნენ კოსტა კურტა, გუნდში უკვე ირიცხებოდა პაოლო მალდინი. ბერლუსკონიმ საკის დახმარებით ააშენა ოცნების გუნდი, რომელმაც 80-იანი წლების დასასრულს ფეხბურთში აბსოლუტურად ახალი ერა შექმნა და გუნდი, რომელიც სულ დომინანტად იქცა არა მარტო იტალიაში და ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღემდე მიდის კამათი თუ რომელი გუნდი თამაშობდა ლამის სრულყოფილებამდე მისულ ფეხბურთს, საკის ფორმაციის მილანი თუ ხოსე გვარდიოლას პერიოდის ბარსელონა. 5 წლიან პერიოდში საკის მილანმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ საკონტინენტაშორისო თასი, ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი და თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი და თასი. შემდეგ 1992 წელს არიგო საკი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. იგი მილანში ამ გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა მოგვიანებით არაერთი ტიტულის მომგებმა ფაბიო კაპელომ შეცვალა. გუნდი კი კვლავ აგრძელებდა ტრიუმფალურ სვლას, როგორც საშინაო, ისე
საერთაშორისო ასპარეზზე. ბერლუსკონი დღესაც მილანის პრეზიდენტია, საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსი და სკანდალებით ცნობილი ადამიანი, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება სხვათა შორის იმ უამრავ ცნობილ და ასევე უცნობ გატაცებებს შორის რაოდენმე ოლოდნელიც არ უნდა იყოს, არის პოეზია და ასევე სიმღერა. ცნობილი ფაქტია ასევე, რომ ახალგაზრდობაში სილვიო ბერლუსკონი წლების მანძილზე საკრუიზო გემზე რესტორნის მომღერლად მუშაობდა, მოგროვილი თანხით კი სწავლის გადასახადს იხდიდა, როგორც ცნობილია ბერლუსკონის თარჩინებით აქვს მილანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დამთავრებული. აი მოკლედ სილვიო ბერლუსკონის მცირე პორტრეტის სპორტული პანორამისგან განვაგრძობთ გამოშვებას. 2 ოქტომბერი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 1988 წელს თანამედროვეობის 24 ოლიმპიური თამაშების აზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა მიიღო 159 ქვეყნის 8473 სპორტსმენმა. არაოფიციურად უნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა. ქართველ სპორტსმენთაგან კი ჩემპიონები გახდნენ ნინო სალუკვაძე ტყუის როლაში, თავისუფალი სტილით მოჩდავე დავით გობეჯიშვილი, ფეხბურთელი გელა კეტაშვილი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მოფარიკავე ვლადიმერ ავციაური და ასევე ვლადიმერ გოგოლაძე სპორტულ ტანვარჯიშში. 26 სექტემბერი 1973 წელი მოსკოვში გერმანიის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში საკავშირო ნაკრები ჩილეს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი 0-0 უგოლოდ დასრულდა. ქართველ ფეხბურთელთაგან შეხვედრაში მონაწილეობა რევაზ ზუაშვილმა და ვლადიმერ გუცაევმა მიიღეს. განმეორებითი მატჩი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა გამართულიყო, არ ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები არ გაემგზავრა ჩილეში, რისთვისაც ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. და შესაბამისად 1974 წლის მუნდიალზე ჩილე მიასპარეზა. საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში მოვიდა ავგუსტო პინოჩეტის დიქტატორული რეჟიმი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მჭიდრო მოკავშირე სალვადორ ალიენდე და მთავრობა დაამხო. მისი მთავრობა ოფიციალური ვერსიის სწორედ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე არ გაუშვეს საბჭოთა ხელმძღვანელებმა გუნდი ჩილეში, თუმცა არაოფიციალურ მიზეზად სანტიაგოში დიქტატორ პინოჩეტის გუნდისგან სავარაუდო მარცხი და ამ მარცხის თანმსდევი სირცხვილი აიცილეს თავიდან საბჭოთა ჩინოვნიკებმა, რაც მოგვიანებით თავად ნაკრების ფეხბურთელებმაც და ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმაც აღიარეს. ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა ნაკრების იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ევგენი გორიანსკიმ გასვლით მატჩებში წარმატების ვერანაირი გარანტია ვერ მისცა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. სანტიაგოს ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ჩილესა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთან მატჩი უნდა გამართულიყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილი იყო საბჭოელების ბოიკოტი, 30,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. სპორტული პანორამა ამით დღეს დასრულდა. ერთი კვირით 3 ოქტომბრამდე გემშვიდობებით გესაუბრებოდათ კახა გელაშვილი, სტუდიაში ჩემთან ერთად მუშაობდა ხმის ოპერატორი ჟენია ალპერტი. მადლობა ჟენკას, მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით, გემშვიდობებით და გირჩევთ უსმენოთ რადიო იმედს. ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები შრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად.